ქრისტიანს გა მოგესალმებით როგორ ზანდებით ჩვენ ძალიან კარგად ჩვენ ვადენებთ თვალყურს დღეს მაგალითად თბილისის ქუჩებში მცირე მასშტაბით განვითარებულ მოვლენებს კანონი რომელსაც რუსული დაარქვეს და სულად უაზროდ უარგუმენტოდ თავისუფლებას განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში აი ეს სიგიჟე ხო რომელმაც მოიცვა თბილისის ქუჩები დღეს ნელ-ნელა ჩამცხრალია და ალბათ ხმისმადით ჩაცხება უკვე ხარისხობრივად სხვა რაღაცაში გადადის მე ერთ ვიდეოს გაჩვენებთ ეს არის TV პირველის პირდაპირ ეთერის სუმცილეხნის წინ ეთერში იყო ეს ეპიზოდი და უბრალოდ ნახეთ გავშვით ტერიტორიაზე აგურა ხაბეიშვილია ჩემთან ერთად აქციის ყველაზე პატარა მონაწილე რომელიც TV პირველის მაყურებელმა უკვე ძალიან კარგად იცის აგუნა პირდაპირ ეთერში ვარ შენ ყოველდღიურად ხარ ქუჩაში მაშინ როდესაც ხალხი დგას აქ და რუსულ კანონს აპროტესტებენ დღეს ქართულ ოცნებასთან მივდივართ რა გაქვს შენ სათქმელი ოცნების დეპუტატებისთვის მე მაქვს თქვენთან სათქმელი რომ თქვენ ხართ ყველა რუსი ხორები რომლებიც ამ ქვეყნიდან უნდა გააგდონ დაბრუნდით თქვენ სამშობლო რუსეთში აქ ახალაზოს მოეტრიოთ და არ გაბედოთ რომ რუსული კანონები შემოატრიოთ ჩვენ არ საქართველოს და არ გავრუსებით მადლობა აგუნა მე უბრალოდ მინახავს მაგალითად როგორ ასწავლიან შეუგნებელი მშობლები დედის გინებას, სიგარეტის მოწევას, დალევას, აი იყო ადრე ჩემ ბავშვობაში ესეთი საშინელება მსგავსი რამ, მაგრამ განვითარდა სამყარო, განვითარდა. მე მინახავს მაგალითად ISIS-ში მოკლას როგორ ასწავლიან. უბრალოდ აქ ჩვენ ეს პრაქტიკა ღვთისმადლი ჯერ არ გვაქვს დანერგილი, თორე დღე-დღეზე ეს არის ბავშვის ექსპლუატაცია, რაც აქ ხდება ჩვეულებრივად, ვინც ამას იყენებს. ხომ არ მოვიდა დრო? ძალიან არასწორია. ახალგაზრდებს არ მიმართავ, მე აღარ მიმართავ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი. ბევრი მათგანი შეიძლება გულწრფელად გამოდის ქუჩებში და ასე. მე მიმართავ ორგანიზატორებს, აი ამ სისაძაგლის ორგანიზატორებს. მე მიმართავ აი გოგონას, რომელსაც ბავშვი ჩართო, ვიღაცას ხო უთხრა იქ რო კაი კადრი იქნება. სტუდიაში ხო კითხე რომ ჩავრთა ბავშვიო და იმან ხო უთხრა რომ კი ინგა გრიგოლიას რას მიმართავ აზრი არა აქვს, მაგრამ აი ვიღაცა ჭუტას მიმართავ. მაგაზე ხო აქვს აზრი. ნუ არ ვიცი, ეს რაღაცას შევთანხმდეთ რაღაც, აი ბავშვები არ ჩავათ 10 წლის ბავშვია ეს ბავშვები, მართლა ბავშვები ოღონდ. თინეიჯერები არა. პირიქით ლიბერალური ბაბლიდან ბავშვებზე ზოგადად ისეთი შეზღუდვა მოდის რომ ბავშვს რო ნათლავ ესეც კი ძალადობაა და იმიტომ რომ ისე არჩევანის წინააღმდეგ მიდიხარ და რაღაცა ბავშვს რო ხო უბრალოდ რაღაცაზე ხო შეიძლება ეკლესიაში წაიყვან და რაღაცა პრობლემურია და მოკლა განადგურება ზოგს პოლიტიკურად ზოგს პირდაპირ მნიშვნელობით კი ბაზარი არ არის, მაგრამ აი პატარა ბავშვები, რომლებსაც ამ ყველაფრით უბრალოდ ფსიქიკა მართლა უმახინჯდებათ რა. რა გამოვა ეხა ეს ბავშვი არ მინდა კონკრეტულად რომ მიზანში ამოიღო, მაგრამ აი ესეთი ბავშვი, რომელსაც ამას ასწავლია, რომ ვიღრები არიან ვიღაცები და წაეთქმნენ ქვეყანას. ზოგადად ჰიტლერ იუგენტია ეს, მეტი კი არაფერი არ. ზოგადად არის გიგიტელა. ვიარ ვერ ვაბა გაცილების გარეშე. გიგიტელაშვილის თემა გაიხსენეთ რა, როდესაც პატარა ბავშვს კურთხევლაურში მისი მშობელი აქტივისტად ზდიდა და მართლა გაიზარდა ნაცების აქტივისტია გიგი. თუმცა გიგის ერთი რა ქონდა განსხვავებული. ამ ბავშვისგან განსხვავებით და მაგალითად ნიკა მაჭუტაძის ბავშვობისგან განსხვავებით გიგი გიგიტელაშვილს სილაღე და ბავშვობა ეტყობოდა. ანუ პოლიტიკური ამბობდა, მაგრამ ბავშვურად ამბობდა რომ აი ესე და ბუხ და რაღაცები და არის განსხვავებოდა ეს არის აი ჩვეულებრივად რომ მაგრამ ბიჭო უყურე შენის ახსენე ხა ლიბერალური ბაბლისთვის რა ხელახლა დაბადებულა მეგობრებო ეს უნდა გვახსოვდეს ლიბერალური ბაბლისთვის პროვინციალური ლიბერალური ბაბლისთვის ძალიან დიდი პრობლემა არის ისეთი მათთვის ბნელი მშობლის დანახვა რომელიც ეკლესიასთან ბავშვს პირჯვარს აწერინებს ეს მათთვის არის ბავშვზე განხორციელებული ძალადობა იმიტომ რომ ბავშვი ჯერ თავის კონფესია არ აურჩევია და ასე შემდეგ ხო და ეს NGO-ები ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ NGO-ებს ადამიანის უფლებების ბავშვთა უფლებების ნუ ებრძვით ხოლოდ გამჭვირვალობის კანონ პროექტს დაიცავით ბავშვების უფლებები რომლებიც კონკრეტულად აი ამ გამოსულები ბავშვთა უფლებებს რა თქმა უნდა მე მახსოვს რომ ეხა 2012 წელს მაშინ მახსოვს
მაესტროს ეთერში ვიჯექით, მე მგონი შენც იყავი, ერთად ვიყავით თუ არ ვცდები, 2012 წელს არჩევნებამდე რა. კი ბატონო. და მახსოვს სასაუბრო თემა იყო როლანდ ახალაიამ გამოიყენა თავის საარჩევნო კამპანიაში ბავშვებს ეწერათ როლანდი. ხო და ნუ რა ვიცი, ხა ბავშვთა უფლებები სად არის დაცული და ასე შემდეგ. ხო ხა წარმოგიდგენია შენ რო ვლაპარაკობ და ფინურ სასკოლო განათლებაზე როგორ უფრთხილდებია ბავშვს, რომ ზარი არ ირეკება, იმიტომ რომ ბავშვი არ გაიზარდოს ისე ტოტალიტარულ გარემოში და რაღაცა. აქეთ ბავშვს აწერია როლანდი და ის გახსოვს მიშა რო სკოლაში მიდის. მიშა რო პიჯაკებში რო არიან ბავშვები და მიშა და მიშა ანგრევდა ამ სისტემას საბჭოთას და აშენებდა ევროპას. TV პირველის კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო. ბავშვებს ჩამოართვეს ინტერვიუ, რომ თურმე ბავშვებმა დაინახეს პოლიციელი, რომელიც ჩვილი ბავშვის გვამი იპოვა და უკან ჩააგდო. არ მიაქცია ნაგავს საყრელზე. ოღონდ ეს 12 ნოდარ მელაძის სიუჟეტი იყო და მე შობლები ვაპარაკეთ ჩვენ და შობლები უძახდნენ აინვიდან ამ ბავშვებს, უყვიროდნენ, რომ არ მისცა ინტერვიუ, სურვილი არ ქონდა და უბრალოდ იძალადეს ბავშვებს. ეხლა მე აი გავაგზავნოთ ეს თემა. შენ ხო გახსოვს კაცო მე ჩვენი ჟურნალისტი ნოლომჯარიას რო დაურეკა და იმ ტუნელში ვარ არიჭერს თუ. მე მეგონი სოროსის ფონდის ხელმძღვანელობა თქვა რა. ეგენი ერთ ტუნელში. მეგონი უკრაინაში ერთ-ერთ ბლოგერს პატრიოტ ბლოგერს თუნდაც ყავდა დავით საყვარელიძე, ვისაც არ გახსოვთ ვინ არის დავით საყვარელიძე, მინშისტი დავით საყვარელიძე, შეგახსენებთ რომ იყო ადეიშვილის მოადგილე და იქაც პროკურატურაში მუშაობს ეხლა კიდევ და აი როგორ ელიან მოვლენათა განვითარებას ჩვენთან, როგორ ელიან სისხლისღვრას, მეორე ფრონტის გახსნას და უბედურებას ჩვენთან. რუსულ ენაზეა, მაგრამ მოკლედ არის, ასე ვთქვათ, ვიდეო წარმოდგენილი, შემიძლია შემდეგ რო გაუშვათ ვიდეოს, გადავთარგმნოთ, აი ლაზარეზე რას ამბობენ, გაუშვით თუ შეიძლება. Они накануне повторного принятия этого закона об иноагентах решили осудить, по-моему, на 7 или на 9 лет, но это неприлично много, что 7, что 9, 9. Парня, которого задержали год назад на этих же самых протестах против иноагентов. Соломы Зарубишвили. Который таким был грузинским вариантом Парасюка. Ну вот если сравнить, например, вот текущее состояние и стиль этих демонстраций, да, они были также такими же тогда, то есть ненасильственными, так сказать. И он был единственный, который осмелился и кинул коктейль Молотова до беркутов грузинских. Ану, თელი არც ისა ის რომ შეადარა ვიღაცას მეიდნის გმირს, რომელმაც გაბედა და მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელებს, იქაურ პოლიციელებს. და ვითომ ეს უნდა გააბედო და გააკეთო. ანუ დადებითი კონოტაციით და შეგახსენებთ, მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ აქაური ნაცები იძახდნენ, რომ უდანაშაულოა და არ უსრიაო. აი პირდაპირ გაიშიფნენ რა. აი ხა მეიდენთან პარალელი გაუშვით თუ შეიძლება. მე 14. Рано или поздно, вот кто-то считает, что уже это произошло, я считаю, что пока нет. Рано или поздно протест перерастет в формат, когда требования изменятся от отменить этот закон про иноагентов, вот, до формата, вот раз уж играемся в аналогии, давайте вспомним конец ноября 2013 года и попытка первого разгона 11 декабря в Киеве. Когда тоже Майдан вначале, объединившись с политиками, чего нет пока в Грузии и так далее, вот, на требование посадите Якименко, а лучше и Азарова, который там кто-то отдал приказ и побил студента. Когда буквально 2-3 недели роялти Алексею Арестовичу требование Майдана вот, переросло в формат, ну вот кто угодно, хоть черт лысый, только не они. გასაგებია, აი დავით საყვარელიძე იღებს ამ გადაცემაში მონაწილეობას, სამწუხაროდ არა მარტო ამ გადაცემაში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ძალაა ჩართული ზუსტად იმაში, რასაც ესენი წინასწარმეტყველებენ და ძალიან დიდი სურვილია, დიდი ფული იხარჯება, რომ ეს მოხდეს. ეს ერთ-ერთი ეპიზოდია, თორე ასეთი უამრავი არის რა. კი ბატონო, ну აი კიდევ ერთხელ ვამბობ რა, კანონს რაც შეეხება, რა ვიცი, დღეს მე მგონი არავინ აღარ საუბრობს იქით ამ მხრიდან ამ კანონის რუსულობაზე, ხო?
არა, ანუ პირიქით კაც მარტო მაგაზე საუბრობენ, უბრალოდ არგუმენტებით აღარ საუბრობენ. არგუმენტებით არც არ საუბრობთ, იმიტომ რომ არგუმენტი არ არსებობს. მაგას რაღაც ფაქტი რო არ არსებობს, შესაბამისად იმის დასამტკიცებელი არგუმენტი ვერ არსებობს. ის რო ეხლა ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ წირაკვიასაც, რომ ეს აქციები გადაზრდილი არის სრულად ფსიქოემოციურ მდგომარეობაში და აღარ ახლავს არანაირი რაციონალობა, იმიტომ რომ არა რუსულ კანონს ოღონდ ამის უკან აღარ დგას არაფერი, რითიც შენ გაამყარებ ამ შენს ჰიპოთეზას. ნუ ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველად სლოგანების ომზე ხარ ჩამოსული, საინფორმაციო ომით გინდა რომ რაღაცა გარდატეხა შეიტანო პროცესებში, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ რაც კი ხდება, ყველას უყურებ და დუეძებ რომ გავუძებნო, სადაც ვიღაც მაინც ცდილობს რომ არგუმენტად შეასაღოს საზოგადოებას, რატომ შეიძლება ეს კანონი იყოს რუსული. ნუ არის თავიდან ბოლომდე აბსურდული დაშვებები, ერთი მხარე, მეორე მხარე მიზანმიმართული ტყუილები. ყოველ ასეთ შემთხვევაში ხა არის პასუხი მე საერთოდ მაგას ვერ ხვდები რომ ღირს თუ არა რომ არგუმენტებით ისაუბრო მარგის იმიტომ რომ იმდენად თვითგაბრაზების თვით აღგზნების მდგომარეობაში არის გადასული უკვე სიტუაცია რომ იმაზე აღარ არის რომ მოდი დამელაპარაკე და აგიხსნი და ვიმსჯელოთ სიტყვაზე რა ან შენი არგუმენტი მითხარი მე ჩემ არგუმენტს გეტყვი რა უკვე ისე დგას საკითხი რომ როდესაც ამ თვითგაბრაზების მდგომარეობაში არის ადამიანი ვინც ამ სლოგანს იმეორებს რომ არა რუსულ კანონს იმას როგორც კი ეტყვი რომ აბა რატო არ რუსული ან ეგრევე აგრესია მოდის შენ ხო ან მარტო აგრესია საუბარი უკვე აღარ არის ამას ხო საუბარი ან მე ვსაუბრობ ოღონდ ისეთ რადიკალურად განწყობილ ისეთ ადამიანებს რომლებსაც უყურებთ ახლა მაგალითად აქციებზე როგორც იქცეოდნენ ისეთ ჯგუფს ვამბობ ამას რა ერთი ისტორიული ალუზია მქონდა ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა ეს კარგი ალუზია ჯვაროსნული ლაშქრობა ბავშვებსაც ჰქონდათ ხარიზმატული ლიდერიც ჰყავდათ და რატო იყო ეს ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა მოწყობილი დიდი ბიძიების და კათოლიკური ეკლესიის მიერ რომ ეს ბავშვთა უმანკოება პოლიტიკურად გამოიყენებინათ და რაღაც მოძრაობა დაეწყოთ და 30000 ბავშვი გერმანიიდან საშინელ პირობებში ფეხით მე-13 საუკუნეში გახსენებ ჩავიდა იტალიაში ჰქონდათ იმედი რომ რახან ისინი უმანკოები არიან ილოცებენ და ზღვა გაიხსნება ზღვა არ გაიხსნა და 7 გემის კაპიტანი მივიდა მათთან და უთხრა რომ ამ ლოცვამ ისინი ააღელვა და ჩაჯდნენ ამ გემებში 7 გემში 30 არიან და 10 იყვნენ უკვე 10000 და წავიდნენ აქმული მიწისკენ და 2 წელიწადში დაბრუნდა ბერი რომელიც მასთან ახლდა და აღმოჩნდა რომ მაროკოს ნაპირებს მიადგა ეს 7-ვე გემი და ეს ბავშვები მონად გაყიდეს. აი ესე დამთავრდა. რა თქმა უნდა, აქაც ბუნებრივია არის ცდელობა ესეთი გარეწრებისა, რომელიც თუნდაც საყვარელი ეცდია და ვიღაცებს აქაც ხედავთ და უცხოეთშიც, რომ აი ეს ენერგია რაც აქვს ახალგაზრდას. ეს ენერგია გამოყენებული იქნეს მეიდნისთვის. ამისთვის ემზადებიან ეს ბუნებრივია, ხო და ეს ანალოგია ბევრჯერ ყოფილა ისტორიაში და არც ახლა არ არის. მე რა მაინტერესებს, სავარაუდოდ ივნისის შუაში მოხდება უკვე კანონის მიღება, იმიტომ რომ ვეტო დაახლოებით მაგ პერიოდისთვის დაძლევა მაგ დროს უწევს, ხო? და აი მაგ დროს რა მაინტერესებს, აი დადგა ეგ ივნისის X რიცხვი, როდესაც კანონი უკვე შესული არის ძალაში და ან მაგის მეორე დღეს რო ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ ანუ არა ბატონო ეკა გიგაური თვალს რო გაახელს უცებ რუსული ჩიტების ჭიქჭიქი შემოესმება მან განწყობების უცებ კადიროველები შემოვარდებიან და სტამბაში აღარ იჯდება ფერადი ახალგაზრდა იჯდება კადიროველები არა მან განწყობების ამბავი არის კიდე რა თქმა უნდა რომ ამ მუხტს მე არ მგონია იმიტომ რომ ხა ფიზიკურად ვეღარ აწევენ მაგრამ თუ აწიეს ხო გარდაქმნიან უკვე რომ კანონი მიღებულია შესაბამისად ჩვენ თავრობას დავართ ხო რა რუსულ თავრობას დავართ არა რუსულ თავრობას ხო არა რუსულ უკვე გადაიტანეს და უკვე გადატანილია გისწრები რეალურად მაგრამ საქმე იმაშია რომ არჩევნები ყველაზე დემოკრატიული ყველაზე ცივილიზებული და ყველაზე სწორი ფორმა არის გაზომო ევროპული და დემოკრატიული. რა თქმა უნდა, ევროპული და დემოკრატიული გაზომო, აწონო და დაითვალო ხალხის განწყობები. თუ ის რა სურს. რომელზეც შეგეკავათები და აბა მიპასუხე. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაშიც გაისმეს და ზოგადად რომ ეს ენერგია რაც ახლა იხარჯება, უნდა დახარჯულიყო არჩევნების შემდეგ. როდესაც დასავლეთი მიუხედავად იდეალურად ჩატარებული არჩევნებისა, ელექტრონული არჩევნებისა, იტყოდა რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებას და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად,
მე მგონი დასავლეთი არჩევნებისთვის აღარ ემზადება და ეს ომის პარტიას გულისხმობ რა. იმიტომ რომ ნახე რა არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ ჩვენ ამის გამოცდილება, ეხლა გინდათ იქით ამ მხრიდან ვარ, რომ აბა ევროპა გიწყობს რევოლუციას, აბა ამერიკა გიწყობს რევოლუციას. ჩვენ მაგაზე ძალიან სწორი პასუხი გვაქვს, რომ ზუსტად მათ აქვთ საბჭოთა აღქმა ევროპის, რომ თითქოს ეს ჰომოგენური ერთიანი და ერთგვაროვანი რაღაცა. ან ის ევროპა რაც ადრე იყო. ხო, ან ის ევროპა, იქ არის ძალიან ბევრი ძალები, ძალიან ბევრი ინტერეს ჯგუფები, მაგრამ ფაქტი ხო ფაქტად არის. რომელი ორგანიზაცია იყო არჩევნების შედეგებს რო აყალბებდა და ისვედი, ხო? ისვედი. ფაქტი ხო იყო. ამერიკელების მიერ დაფინანსებული 8%-იან სტომილებაზე ლაპარაკობდა, რომელიც არ აღმოჩნდა სწორი და თვითონვე დაადასტურეს შემდეგ ეუთომ და სხვა ყველა სადამკვირვებლო მისიამ აღიარა არჩევნები ლეგიტიმურად უშეცდომოდ. თუმცა ეხლა ამ შეცდომას აღარ დაუშვებენ ისინი, მაგრამ ეს ფაქტი ხო იყო. ანუ რა თქმა უნდა, შეხედე კითხვას რო გიბრუნებენ, აბა ამერიკა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ეს გვაყირავს, ან ის ფედზე რა პასუხი აქვთ მათ? ანუ ის ფედი და მოიცია ჩამოვთვალოთ კუბდეტა რამდენი ქვეყანაში აქვს ამერიკას მოწყობილი თუ რა არა და იმაზე რა არის ოტპორის ტიპები რო ჩამოიყონეს სერბები და ბულდოზერით პოლიციაში შევარდნას რო ასწავლიდნენ მაგაზე რა პასუხია მე მგონია რომ გეოპოლიტიკურად უნდა გავშალოთ ეგ საკითხი რა რომ და ძალიან მარტივად დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი რა ჯერ კიდე შმიტის თეორია არის საზღვაო და სახმელეთო მმართველობები. გეოპოლიტიკური მთავარი არის ორი საზღვაო და რომელიც შემდეგ შენ მიმდევარი ხარ ამის. არა, მე შმიტის თეორიებს არც ვიცნობ ძალიან კარგად და ისე რა გურმანის დონეზე. შემდეგ აი მე ვიცნობ ერთ კაცს რომელიც ძალიან კარგად. შემდეგ ამით სახით დავასახელო. დუგინი? კი. ხო, შემდეგ დუგინმა ეს თეორიები ხო განავრცო და ასე შემდეგ. ანუ საზღვაო და სახმელეთო მმართველობის პრინციპი არის ის, რომ საზღვაო იმპერიები ეგრეთ წოდებული ანგლოსაქსები, რომელსაც ეძახიან ესე. ადრინდელი ადრე იყო ბრიტანეთი და ეხლა არის ამერიკა, ყველანაირი ესე იგი ვაჭრობის, არ ვიცი 70-80% მოდის ამ საზღვაო გადაზიდებზე. შესაბამისად ისინი ფლობენ საერთოდ პლატერიები გადის ზღვაზე. მოკლედ შენ რო რა თქმა უნდა, შენ რო ტვირთი და აბინაო იქ სრუტეში ეკონომიკა დამოკიდებულია ზღვაზე. პორტში შეიყვანო ის ანუ შენ რო ევროპაში რამეს ვაჭრობ, უხდი ფულს ამერიკას. როგორც რამეს რო რიცხავ იანის ვარუპაკისი, ბერძენი საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრი და მარქსისტი, რომელიც ლაპარაკობდა მაგას, ჩინეთმა შექმნა ალტერნატიული სისტემა, სადაც შენ თუ ევროპაში რიცხავ რამეს ამერიკას აღარ აყენებს საქმის კურსში. შესაბამისად ჩინეთს აქვს დედოლარიზაცია ქვია. ხო, კი, USD რო ელექტრონული დოლარის ხო, კამბოჯას ბანკის ხელმძღვანელთან ერთად მოვაწერეთ ხელი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა მოაწერა დედოლარიზაციის, ანუ პირდაპირი ფინანსური ურთიერთანგარიშგების მოდელს და დასინეს როგორც კამბოჯა ასე შემდეგ. აი ესე კამბოჯები და ჩინეთები და ვიეტნამები მე ნელ-ნელა დგება სულად ახალი სუვერენული ეკონომიკა. და როგორც ხო და ჩინეთს მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში არის და ჩინეთი ძალიან აქტიურად ვაჭრობს ევროპასთან. ძალიან აქტიურად. მაგიტო არ იყო ჩასული ამ მას სჭირდება ახალი გზა და ევროპაზე ეს ძალიან აწყობს, ევროპას აწყობს პირველ რიგში, თუ აწყობს და ანუ ჩვენ ამერიკა გვეუბნება რომ არ უნდა გაატაროთ, ამას სჭირდება. არა, ამერიკა ჩვენ კი არ მარტო გვეუბნება. ხიდაშელს ჩერეს ტაივანი აფინანსებს, რომ რაღაცა ვრედნი რაღაცები გააკეთოს და მეცაც გეტყვი. ომები რა საჭიროა ზოგადად, რომ რა ის ეკონომიკური ესე იგი მიზანი რაც არის ვერ შესრულდეს. ან შესრულდეს პირიქით. ან შესრულდეს პირიქით. შენ რო შენ მეზობელ ქვეყანაზე ომები ის არეულობა რო არის, რა გზა გავა შენ იმას გზას ხო არ გამოვატარებინებ და ასე შემდეგ და ამერიკამ უკრაინის ომით იხეირა, ჩაუკეტა ენერგომატარებლები იაფი რუსეთიდან და თავისი ფიქალის გაზი და ენერგომატარებლები გაიტანა გაყიდა ძვირად და მიიღო მოგება და სი იყო ჩასული, ეგეც აღნიშნოთ რა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა პარიზში, იყო ჩასული სი, სისთან დაიწყეს ლაპარაკი, რომ იქნებ შვეიცარიაში ახლა აკეთებენ ფორმატს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, სადაც რუსეთი არ არის, მიწვევთ, ხო იცი, უკრაინასთან მშვიდობა უნდა და რუსეთი არ არის და სიძიმით მოთქვა, რომ ასეთ ფორმატებში მონაწილეობას არ მიიღებს, მას აქვს რეალური პლატფორმა და
პუტინის ინაუგურაცია იყო დღეს და ძალიან ბევრი დასავლელი ელჩი არ მივიდა და ფრანგი მივიდა. ანუ იცვლება რაღაც ფრანგებს უნდათ მოლაპარაკებაში ძალიან აქტიურად ჩართვა. ასევე მინდა გითხრათ, არ ვიცი იცით თუ არა ჩვენო მაყურებლები ვიცით, მაგრამ ნაცარხების მაყურებლებმა არ იცის. რუსეთი იწყებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების სწავლებებს. რაც ძალიან ცუდად მოქმედებს და პრაქტიკულად აშინებს კიდეც ყველა ნორმალურს უნდა აშინებდეს დასავლეთს. ყველაფერი არის არამარტივი რთული და ამ დროს აქ რატი ამაღლობი და ლაშა ბუღაძე ამ დროს კიდე გვავიწყდება ის რომ ევროპაში ზოგადად განწყობები ხო ყველა საჯარო ინტელექტუალი რა არ ვიცი აგამბენიდან დაწყებული იმითი რა ქვია უმბერტო ეკოთი დამთავრებული ამერიკას და ამერიკულ ზოგადად ნატოს ჯარებს უყურებდა ძალიან სკეპტიკურად. როგორც ოკუპანტს, რა თუნდა ვერ ლაპარაკობ. აგერ მაკრონმა თქვა, რომ ამერიკის ვასალი აღარ უნდა ვიყოთო. შესაბამისად ევროპა, ნუ წამოსან წინასაარჩევნო პერიოდში რაღაცა ისე ილაპარაკა. რა მნიშვნელობა აქვს ეს განწყობა არსებობს ყველგან, ოღონდ დაბალ დონეზეც ნებისმიერი ევროპელი უკმაყოფილოა ამ საკითხით. ეხლა ბოდის თანამედროვე თქვენ თუ ვიცით პუტინის ინაუგურაციას ვინ ესწრება? არ ვიცი. ბევრი საფრანგეთის ელჩი. ხო, მაგი ვთქვი მე, საფრანგეთი აღიარებს. არ ესწრება გერმანიის, არ ესწრება ინგლისის, მაგრამ საფრანგეთის ელჩი რატო ესწრება, იცი? უნდა რომ ელაპარაკოს პუტინმა სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადა ზელენსკი. ზელენსკის მაისში, 20 მაისს მე მგონი უთავდება კონსტიტუციური ვადა, არჩევნებს ხოლმე ჩაატარებდა. და არის იდეა რომ საერთოდ არ დაელაპარაკება. ამიტომ ფრანგს უნდა არჩევნების წინ და ზოგადად ფრანგებს აქვს ეგეთი ამბიციები რუსეთთან ლაპარაკი და მოლაპარაკება. ამ ასობაში რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე აი ესე თვალთ მაგწობენ. შეიძლება გავუშვით. მიტინგზე. აი გაჩერეთ. ასევე არსებობს გაჩერეთ რა. არსებობს კადრები სუბელიანი რო არის გოგო რომელიც პატრიარქს კიდევ აგინებს გუშინდადო პოსტი სადაც გალობა არ ქონდა დამთავრებული და გლიჯა გალობს ხალხო აი სუბელიანი თან გალობს თან არ შეიძლება იმის თქმა რაც პატრიარქს აგინებს პირდაპირ უშველი სიტყვებით ხო ეხლა რა ხდება ეს არის წმენის დესაკრალიზაცია და თეატრალიზაცია სრულად პრინციპულ ადამიანად ნატაფერაძე რჩება კი ბატონო არის კადრები ბავშვები ერთმანეთს კვერცხს ურტყავენ და ქრისტიანობას მაგივრად მე ევროკავშირის მინანქრიან პასკებზე მქონდა მაგარი კვერცხებს რო ურტყავენ კი ევროკავშირს თუ ევროკავშირთან დაკავშირებით სად მივდივართ ევროპაში ხო სად მივდივართ ევროპაში და კვერცხებს ურტყავენ საერთოდ ხდება მიტაცება როგორც ასეთი ლიბერალი მიტაცება არა ექსპროპრიაცია ქვია მაგას კულტურის ექსპროპრიაცია აქ ამ შემთხვევაში რელიგიის ექსპროპრიაცია როგორც ასეთი ეს კულტურა არის შემჩნეული სიმულაკრების მითვისებაში ანუ რაღაცა რიტუალს ან ადათს აიღებენ და სატესტებს ეგრე არიან მე არ მინდა ამ შედარებებს ეკეთებ მაგრამ ჯვარს გადმოატრიალებენ და უკვე ეს არის ანუ იღებენ პირიქით აკეთებენ და უკვე გამოდის აბსოლუტურად სხვა რამ ოღონდ ვითომ და იგივე შინაარსით აი მაგალითად რატი ამაღლობელი შეედარა შილერს იცით ეგ ამბავი არა რატი ამაღლობელის მიერ დაწერილი ბეთჰოვენის Ode of Joyce ტექსტი გააქვთ მოსმენილი არა ღმერთს რავალფეროვნებაზე რო არის შილერის გენიალური ტექსტია და ბავშვები მღერიან რატი ამაღლობელის მიერ დაწერილ ტექსტს შილერის დედავატირე მიხვდით და არის ჩვენი მრავალფეროვნების მივახცევთ მშვიდობას და გეი კულტურის გექებაა ლამის ოღონდ მართლა არის მოძებნით მაგას მოძებნეთ რა თუ შეიძლება რა მე არ ვარ საოპერო მუსიკის მოყვარული არც შილერი მაქვს ბევრი ყაჩაღები მაქვს დაკითხული მისი მე მგონი შილერის არის კი მე მგონი არ შილერს ვწდები მაგრამ ნუ აი ესე ხო არ შეიძლება რაღაცა ცოტა აგიაშვილსო ნიკასო ანაყარება პიკასო ჯარო ეგ რა თემა იყო ანუ შეიქმნა სლოგანი სად შილერის სად რატი ამაღლობელი ენა მამული ერთობა რომელმაც გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილი გაღიზიანება რომ სარწმუნოება რატო ამოიღებს ამის საპასუხოდ ხო და ეხა როგორ ახო იცი ენა მამული ერთობა სარწმუნოება ევროკავშირი ანუ ვაფშე ბოლომდე მატემატიკები ემად მე ბოლბერი ამ ინკლუზიურობა და დაამატება კიდე რაც კი შეიძლება და ან მან თემა რა იყო რა ანუ აი ჩვენ რელიგიურები ვართ უბრალოდ ანუ ეგ იყო მე თეატრალიზებული ხა ლაშა ბუღაძის და რატე ამაღლობელის და ანა სუბელიანის რელიგიურობა არ გამოდის რა არც ერთ რასკლადში რა და მე ხა იმ ხალხის რელიგიურობას არ გამოდის მე ხა მაგალითად სტუდენტი რო ვიყავ ილიაში იქ უფალო შეგვიწყალენ ბეჭედი მეკეთა
და ანუ იქ ადამიანებმა ეგ თავი. იქ ადამიანებს კომენტარი აქვს მაგაზე გაკეთებული რომ ეს რასი გოიმე არის რა ჭირსო მე ხო აკეთე. ამბებიო და დღეს ეგ ადამიანები დგანან მაგ აქციას. კარგი, ჩვენ before it was cool. ბიჭო, ზურაბ აბირაშვილი ძალიან ცუდ რაღაცას ამბობს და კიდევ ერთხელ და ეს ლაზარეს თემა რა, ანუ აქ რო წერეს სულ მაინტერესებს. ანუ ეს ვინმე თქვა? ეს გაუ გასაწყისში იყო. გასაწყისში იყო, არ ვიცი, აქ იყავი თუ არა. რომელი? ვინ თქვა? საყვარელიზე. საყვარელი. ვსო. კაი, გაუშვ ჭიაბერაშვილი თუ შეიძლება. მეთქი ანუ ვიღაც გეთახმებით ჩვენ დავდივართ ახლა ძალიან დიდი ბეწვის ხიდზე, იმიტომ რომ რაიმე ტიპის ღმერთმა დაიფაროს ფატალური შემთხვევა და არავინ არ იცის რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანა. ნუ ეს ესეთი სუსტრაფობა. ვერამდენე ჩვევიან თანამდებობებს. ვულგარული გამოვლინება თავისი სურვილისა. ნანუკას ჩამნაცვლებლად რო ყავთ პარლამენტში, იმან არ თქვა პირველმა, რა ის გვქონდა კაც. თვითონ სამხედრო. ვითომ სამხედრო. გური, რა ქვია მაგას? ნანუკას მაგას. ჭანკო დევი. დევი. ბატონი რა ჭანკო ქვია? ვარი კი არ უკითხავს. ჭანკოზე ქვია. არა დევი ქვია. აბა ეს ძალიან მაგარი ნიუსი ამერიკნა ვოუკ კულტურის კიდე ერთი გამარჯვება. ბოისკაუტები ხო ის ვოუკ კულტურის. რა არის? ვოუკ კულტურა არის იდეაში ახალი ლიბერალები, რომლებიც სულიან კულტურას სათავისოდ, რომ ყველაფერი იყოს მეტად ინკლუზიური და არ გააჩნდეს დგენელი სქესის და ასე შემდეგ. ბოისკაუტები ხო იცით? ნუ ბოისკაუტები არ არის 114 წლიანი ისტორია აქვს ამერიკაში. მაგარი კაცური. აღარ ექნება ახლა. რატო? იმიტომ რომ ბოისკაუტები ერქვაო ძმაო და გადაუკეთეს სახელი Scouting America გახდა ახლა. ბოისკაუტები აღარ იქნებიან აწ. იქნებიან Scouting America. ნუ რა გავაკეთე? ეს ბიჭო იმაზე რო ატეხეს ერთი ამბავ. ბანერები რო დადეს ქართული ოცნების ლიდერშიპმა. არა რუსულ კანონს კი ევროპას კი გამჭვირვალობას ნახეთ? მაგაზე ნახეთ ამბავი რო ატყდა? კი. რუსულ ფერებში იმას ქნესო? ხო. ანუ წითელი იყო არა რუსულ კანონს, ლურჯი იყო კი ევროპას, კი გამჭვირვალობას და რუსულ ფერებში გაუშვეს ტაბულამ გააკეთა სერიოზულად ნიუსი და მე უფრო მაგარი რაღაც მახსოვს. 2012 წელს სანამ არჩევნები იქნებოდა, გაკეთდა ესეთი TV9 ტელევიზია, რომლის ლოგოზეც ისინი პირიქით აბაბლი მაშინ არ იყო და რადიკალური ოპოზიცია Real TV და ეგეთები არა უკვე მეინსტრიმი ლაპარაკობდა რომ ოპოზიცია არა ხო ლაპარაკობდა სამთავრობო რომ ეს არის რუსული ფერებიო NBA-ის არ ვიცი და ფრანს პრესი NBA-ზე ხა ჩავაგდე ერთი წავიდა ფორმულამ რო გააკეთე მე მახსოვს გაცოს რაც ეძახდნენ სამთავრობო ტელევიზიიდან ბიჭო ამ TV9-ს ამ ფერების გამო ეძახდნენ ბიზინაია რასიას პარტია იქნებაო და რეებს ანუ რა პერიოდი გამოიარეთ კიდევ ერთი მინდა მივაქციო აი გავუშვით სკრინი სანამ რუსულ სკრინი არ ვიცი რევას თევდორაძე ვინ არის შევესიოთ ყველა პოსტივის ლაივს გადაძ ლინკზე დატოვეთ სიცილის რეაქ და დაწერეთ ირონი კონდა ცოტა შევაწუხოთ თავის სიცილს მე ერთ ამის ვიტყვი აბა თქვენ იცით იგრია მეოქრო არა ერთი წუთით რა ეს სასტავი ამ სასტავს არ უნახავს პრობლემას სადაც შეიძლება ადამიანი შეწუხდეს მათ თქვენ რა თქმა უნდა არ გინახავთ საშინელი დრო და ღმერთმა ნუ დაგანახოთ სამოქალაქო ომის როცა არც თქვენ გინახავთ ბიჭებო როდესაც გარეთ რო გადიოდი მართლა არავინ არ იცოდა მნიშვნელობა არ იყო ვინ იყავი მე და პურის მანგანეზე ჯდომა საერთოდ პრობლემა არა და იქაც პრობლემა მოსწავლე ნე ხალი ასაკი სულ ერთია ისიც პრობლემა იყო თუ არა სასტრაფოს მანქანა პრობლემა იყო რა თქმა უნდა მორპიგედო რასამო ბიჭო წაგარდები ეს პრობლემა ეს მერექცემდნენ რატო არ იყო შუქი არ იყო გაზი არ იყო არაფერი არ იყო ტელევიზია ინტერნეტი თავისთავად რა თქმა უნდა არ იყო და გარეთ რო გახვიდოდი მართლა არ იყავი დარწმუნებული რომ შიგნით შემოვიდოდა ან შენი ოჯახის წევრი ან შენ თავად თქვენ არ მოესწარით სააკაშვილის დროს აი შეწუხება მაშინ იყო როცა უბრალოდ იმაზე რომ ჩეკი არ ამოურთხი შეიძლება დაეჭირეთ აი წყალი ეყიდა ვიღაცა შემოსული ორსული ტიპი ქალი სპეციალური რომელსაც აქედან შენი დაჭერიდან წილი ქონდა მიაწოდებდი ორსულ ქალს წყალს და გადაახდები ფულს და გიჭერდნენ
და რო გიჭერდნენ იქ რა ხდებოდა? ეგ არის თემა. გაუპატიურებდნენ, გვამებზე გაბავდნენ, მასობრივი ცემა, ტელევიზიების დარბევა და ასე შემდეგ. ხო და ჩვენ, აი თქვენს და მე მით უმეტეს, აი ამ პრობლემებს თან ციხეში ვიჯექი მაგ დროს. ეს პრობლემები გამოვიარეს. რა ცოტა შევაწუხოთ თავიანთ სივრცეში, მეგობრებო, ირონიული კომენტარებით და ჰაჰათი. ასე არ გამოვა იმპერიის დანგრევა ბოროტების, რა ვიცი. კი ბატონო, რასი. ხო და იმაზე არაფერს არ უქნები ზავარა. ბიჭო, ფერების ამბავზე რა ის ჩავაგდე, ფორმულამ რო სრულ სერიოზობით გააკეთა, ეგ გაუშვა. სიუჟეტი? სიუჟეტი რო კალათბურთის ბარზე ეგ უნდა ჩამიგდო მე, ძალიან მაგარია. კლასნესი, მაგრამ დღეს არჩილ თალოკვაძემ შენიშნა ძალიან კარგად ნაციონალური მოძრაობის ლოგოს ფერები. ნატოს სამიტის შედეგები საქართველოსთვის ეს არის, ხო? ხო. გახსოვთ? ნაციონალური მოძრაობის ლოგოს ფერები. ვირუსული დროშის ფერებით ეს ატრიბუტიკა ლაგოდეხში გამოჩნდა. ადგილობრივებისთვის მიუღებელია ოკუპანტი რა არის? რატო გაუშვეს? ატრიბუტიკა ლაგოდეხში გამოჩნდა. ადგილობრივებისთვის მიუღებელია ოკუპანტი ქვეყნის მიერ წარმოებული და მისი დროშის ფერებით გაფორმებული სკვერები და სპორტული მოედნები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს უკვე მიზანმიმართულად ხდება, რადგან თვითონ ხელისუფლებაა რუსული. მედიაში კი განმარტავენ, რომ შეგნებულად ხდება ის, რაც დღეს აქ ვნახეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ესე არ გაატარებს და ადრე თუ გვიან აუცილებლად აგებენ ამის გამო პასუხი. მე მგონია, რომ ხელისუფლება აი ოღონდ იერარქიის ბოლო დასხნენ და კარჩე სად როგორ და ფარი დავკიდოთ ამ ფერებში გაუშვათ. მინ თქვა ესენი ამბობენ. ლაგოდეხში ხდება. სპეციალურად ხდება, ანუ მე მგონი ეს არის პუტინის დავალება. პუტინმა პირადად შეეხება. და დრო ლაგოდეხშიო. ლაგოდეხში ხო. ეს ხო ნაცების ლოგო ხო გაქვს ნანახ კაცო. ბიჭო ხო, მაგრამ ეს თეთრი, ლურჯი და წითელია. ან რატო არ ჯდება რუსეთის დროშაში? რუსო. არა, კაია ძმაო. მე მომივიდა პატარა ინციდენტი. ოჯახთან ერთად მოგზაურობდი, ალბათ მერმა ნახა, მე არ მინდა ვიდეოს გაშვება. როდის მეგობრები, ვინც ამაყად მეძახთ, მე ვარ რუსი, იყვნენ ერთი იყო თუ გინდა მე მოვყვები მაგას. ერთი იყო იმის პარტიის ინფორმაცია ხო მე მოვიტანე რა. გვარამიას პარტიას წევრი იყო ზუგდიდის საკრებულოს, მეორე თლად გვარამიას პარტიის წევრი და თვითონ წითლიძე ნისიების ვირთხას უწოდებს. არა, ბაზრიდან ქათმები აქვს მოპარული და აღარ უშვებენ ბაზარში. თვითონ წითლიძე ამბობს, ჩვენ არა. ნუ ხო, და მე მჯერა წითლიძე ამას რომ მოკლედო ქათმები მოიპარეო ბაზარშიო, რომ ბაზარში აღარ გიშვებენ. დედლი პარია ძმა. რა გადია შენ? და რუსო და მონა საკრებულოს წევრი ნაცი თბილისიდან ზუგდიდში. ხომ გაიმარჯვა არა და თბილისიდან მოდიოდა მაგან გამახსენა ის შალვა ნათელაშვილის ტიპი რო ჭიჭყი ნათელზე. просто იმას ომახიანი ის იყო უფრო რა, ეს ბევრად დაცვედანებული ძმა იყო. ამას ალბათ ქათმები ბევრი მოვიდა მოპარო. შენ ზარმო. იმიტომ შეიძლება კულინარული ბიზნესი არ იპარავდა მაგ ქათმებს და მაგითო. მე მგონი რომ ჩასატარებელი აქვს ახლა განმარტებითი ლექციები, ხა ბატონთან არა აზრი არ აქვს მაგასთან ლექციების ჩატარებას, მაგრამ ზოგადად აი ეს ისტერია, ეს სიგიჟე, კაი, ახალგაზრდა შეიძლება ეპატიოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ბიჭო, აი ტანით გრძნობენ, რომ ეს რუსული კანონია, ხო? მე არ არის გაუკეთებიათ კომენტარები, ხო? არ არის უდიმოც კანონი. არის რაღაცა გულით გრძნობენ, არიან სხვადასხვა ნაწილებით გრძნობენ და კიდევ დისკუსია არ მიმდინარეობს, მიხდი? ვერც წავა. მე არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ცდელობა, ყევის, ქვეყნის ყევის ეს ცდელობა, ეს ბულინგი, საშინელი ბულინგი. ჩვენი ჟურნალისტების იმ ადამიანების რომლებიც წინახარზე არიან იმ ადამიანების რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ ეს ხო იციან რომ ჩააგდებენ სადღაც იმ ადამიანების რომლებიც ვაფშე არ ფიქრობენ ამ კანონზე არა კვარაცხელიას მაგალითი ავიღოთ რა კვარაცხელიას მაგალითი არა ნუ კაროჩე იმნა შეუკიკინეს ბიჭს რა კიდე ერთხელ მომო მე როგორ გავბედავ და ნებისმიერ თუნდაც ვიცოდე რომ ჩემი მომხრეა სპორტსმენს რომხდეს თავის საქმეა აბა ამ კანონზე დააფიქსირე შენი პოზიცია ხა ეს არ შეიძლება ამის გაკეთება. მაგრამ უთხრა ტალახაძე. მაგასაც შეუგიკიდეს და უთხრა რომ პრეზიდენტის მომხრე ხო იყო? ხო. მე რო იქვიდე, მაგის გამო მაგინებდით და ეხა თქვენ. კი ბატონო. ხო, ნუ ყველაფერი არის კარგად მეგობრებო, ყველაფერი არის ისე როგორც უნდა იყოს. მშვიდობა იქნება ჩვენს ქვეყანაში და ნორმალური ხალხი
საქართველოს მოყვარული ხალხი, საქართველოს განვითარების სურვილი ხალხი. ბიჭო, აქ კითხულობ ძალიან მაგარ რაღაცას. სალომე სამადაშვილი იცი რას. არ წაიკითხო ბაჭო. გაუშვა? არა, არ გაუშვათ. ხო არ გაქვს ნანახი რა წაკითხულიც. ბაჭო, ამოწე თავი ერთ წუთით. შეხედე, სალომე სამადაშვილი ამბობს 7 ნოემბერი, აბა ვინ დაარბია სალომე სამადაშვილი რას ამბობს უვარული ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ხო? მართლა ბაინაია რა. ავადმყოფია რა. ხო არ მეღადავე. არა, ავადმყოფია, ავადმყოფია. არა, სალომე არა, სერიოზული ავად არის რა. მართლა, შეპრობილია, ძალიან ცუდად. მიშას კი არ ამბობს. მიშა იძახის, მე არ ვიცოდი. აბა, მე ბენზინაო. დაფშე არავის არ უთქვავს. არა. მიშა ყველაზე სისულელეს. ბიჭო, კაპიტოლიუმში შეჭრაო, ბიზნესს დაფინანსებული იყო. ამას არამი ამბობდა, ჩერეს ბიტკოინებითო და რა სიგიჟე აღარ უთქვავთ, ხო, მაგრამ ეგ 7 ნოემბერი ბიზნესმა დაარბიაო, რა ვიცი. მიშა ხო პირველი იყო და რამე პროსტა ფორმალური ლოგიკა რომ ფუძნდებოდეს, აი ოდნავ მაინც რო ახლოს მიდიოდე რა თემასთან. მე შაჰაბასის ლაშქრობა. ხო რა. სალომე სამადაშვილი. ჩვენ გიმშტობებით ხვალამდე, ჩვენ ანუ სალომე სამადაშვილი საბოლოოდ დაემსგავსა იმას, ვის გამოც წამოვიდა ნაცებიდან. გახსოვს? ხო, ხაბეიშვილს. კი ბატონო. კარგად ზანდებოდეთ ხვალამდე, მეგობრებო, ყველაფერი კარგად.